მიდგომით, რადგან ტექნიკურად რა არის, უფრო მარტივია იმ ხრელში, იმ არხში მოხვედრა. გამონაკლისი რომელი იყო? ინფრაორბიტალი. ხო, რომ ჯობია, თუ გინდა არავინ აგიგზავნავ შეგნითად გააკეთე აი თუ. მაგრამ ტექნიკურად უფრო მარტივია პირშიგნითად და ამიტომ ხშირად თქვა ვიყენებ პირში იგარეთ ამეთურს ინფრაორბიტულზე. ეხლა რაც შეეხება ქვედაყბის ანესთეზიას, ვიწყებთ მანდიბულური გაუტკივარებით. ეს ანესთეზიაც არის პირშიგნითა, არის პირგარეთა. უფრო უმეტესად 99 და მეტი პროცენტი ვიყენებთ პირშიგნითა მიდგომით ამ ტექნიკას, რა ნერვის ამ მანდიბულური გაუტკივარების დროს. ითიშება ორი ნერვი. ქვედა ალვეოლური ნერვი და ენის ნერვი. ეხლა ქვედა ალვეოლური ნერვი საიდან გამოდის? ოვალური ხვრელიდან მესამე ტოტი ხო გამოვიდა? აი ეს ხო ოვალური ხვრელი. გამოვიდა მესამე ტოტი. სად შედის? ქვედაყბის ხვრელში. აი და გაივლის მე. ქვედაყბის ხვრელში. და აი აქ არის მერე ეს ქვედა ალვეოლური ნერვი აქ წევს, ქვედაყბის არხში მიდის და ის ტოტები ვიცით ხო მენთა. ნახეთ, მანდიბულური ანესთეზიის დროს არ დაგავიწყდეთ და არასდროს არ თქვათ, რომ ჩვენ შევალთ ქვედაყბის ხვრელში. ხვრელში არ შევდივართ. ეხლა მე რო ახსნი ტექნიკას, მივხვდებით და ტესტში რო შეგეშალოთ სხვათა შორის რეზიდენტებს, ექიმებს უწერენ ესეთ კითხვას. მე შემიდგენია მანდიბულური ანესთეზიის დროს ანესთეტიკის დაყვრა საბოლოოდ ხდება ქვედაყბის ხვრელში. ან ქვედაყბის ხვრელში შეხვალ ამ სანტიმეტრზე დაგიწერეთ. არ შევდივართ ქვედაყბის ხვრელში, ვერ შეხვალ ტექნიკურად. მიხვდით? არ არის ისეთი ანესთეზია, რომ უშუალოდ აი ამ ხვრელში ნახე უკრიდან ნახე მე ხა უკრიდან ჩავარჭე თქვენ რო შეხედოთ შპრიცი თორე ვერ მოხდები ამ ხვრელში. სად მდებარეობს ეს ქვედაყბის ხვრელი? თქვენ როგორ ამიღწევდით? აი ქვედაყბის ანატომია მითხარით, ქვედაყბის ხვრელი სად არის? ქვედაყბის ტოტის შიგნითა კიდე სად არის? კიდეზე კი არა, ზედაპირზე. კიდე. დაახლოებით მისი რა? ვერტიკალური და ჰორიზონტალური, ანუ ეს ტოტი რო გაყო აი ესე შუაში და მე ესე ჰორიზონტალურად ნახე შუაში ხო დაახლოებით ვერტიკალური და ჰორიზონტალური შუა ხაზების თორე ხაზი აქაც შეიძლება ჩავაყოლო შუა ხაზების კვეთაზე შუა ხაზების კვეთაზეა რომ წარმოიდგინოთ ეს ქვედაყბის ხვრელი და ეგ უნდა მითხრათ რომ გკითხავთ ქვედაყბის ხვრელი მდებარეობს ქვედაყბის ტოტის გარეთ არ არის შიგნითა ზედაპირზე ოღონდ ზედაპირზე რა ყველგან აქ არის არც აქ ანუ კონკრეტული გამაინტერესებს შიგნითა ზედაპირზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური და ეხლა თქვით შუა ხაზების კვეთაზე დიახ კვეთაზე შუა რო დაიწყოთ თავიდან აგერევად ანუ უკვე ყველა ხდება ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანუ შუაში გავყავით შუა ხაზების კვეთაზე ეხლა ვიწყებ ტექნიკას მანდიბულური გაუტკივარების არასოდეს ინსულინის შპრიცით ვერ გააკეთებ ესეც პატარაა ერთი თამთაშმა გამოვარდვა რატომ მოყვა ამას ესე პატარა ნემსი არ ვიცი ეს დიდი ნემსი უნდა კონდეს თან 5 გრამიანია ესეც ცოტა პატარაა მანდიბულური ანესთეზიისთვის რატო გეუბნებით იცით მე რა გასწავლეთ სულ თავში არასოდეს არ შეიყვანოთ ბოლომდე იმიტომ რომ ყველაზე სუსტი არის ნემსი სადაც უერთდება აი ამას რა კანულას ცილინდრის კონუსის ფორმა აქვს ნახეთ აი ეს არის ბავშვებო ყველაზე სულ თან ახლა რა ვიცი იმდენაირი ნემსია ზოგი ბრაკია ზოგი რა ვიცი აი აქ შეიძლება ყველაზე ადვილად გადაწყდეს ამიტომ უნდა იცადო რომ რაღაც ნაწილი გარეთ დატოვო დაგრჩეს ხო ინსულინზე გამორიცხულია ინსულინს ერთადერთი იყენებ ინფილტრაციულზე ბავშვებო სხვა ვერცერთ რეგიონულ ანესთეზიის სიღრმე ხო გინდა ეხლა მანდიბულური ანესთეზიის პირველი არსებობს სამომენტიანი და ერთმომენტიანი მეთოდი. ზოგი მე ვაკეთებ ხან, მე თავიდან რო ვიწყებ, აი პაციენტი რო დამიჯდეს და მანდიბულური უნდა გავაკეთო, სულ არ ვფიქრობ რომელი გაკეთოს, რო გავაღებინებ, მე საიდან რომელსაც მგუცებ ინსტინქტურად ან სამომენტიანს გავაკეთებ, ან ერთმომენტიანს. ვისაც რომელი მე ურჩევნია, ისე აკეთებს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ორივე. პირველი რა არის ყოველთვის ანესთეზიის დროს დაგიჯდათ პაციენტი. აჰა რა უნდა უთხრათ რა თქვენ უნდა უთხრათ რა გააკეთოს როგორ გააღოს მაგრამ შეიძლება ისე გააღო რომ ის ნაზად ზოგ ანესთეზიას უნდა კარგად ნახევრად ღია
წყვილად რო გააღებინო დიდზე იმ ხრელში ვერ ხშეხვალ, ეხა დავიხო. სუბუქად მანდიბულური ანესთეზიის დროს პირი უნდა იყოს ფართოდ ღია. ფართოდ ნიშნავს ნახევრად ღია არა როგორც ტუბერულზე. ანუ ფართოდ ზოგჯერ რო გააღებენ, მithქვას აი უფრო მეტად ხო შეგიძლიათ რომ გააღოთ თქვა. თუ რამე პრობლემის გამო ვერ აღებს, ის სხვა არის კრიჭის შეკვრა თუ აქ იმას სხვა ანესთეზია უნდა მევაო, როცა პრობლემა არ არის. ანუ პირი არის როგორ ფართოდ გაღებული. ამის შემდეგ ამდენი რატო ვიცვალე? რეტრომოლარული მიდამო რატო გაგახსენეთ თუ როგორც არის მოკლედ. ეხა საიდან გაჩვენოთ მე? არ ვიცი უკეთესად. მარცხენა ვინცაცია არ არის. მარცხენა ხელის წერა თითით, ანუ პირველი თითი, აი ესე, ნახეთ და აი, ნახეთ, აი ესე ამ თითებით კუთხე მიჭირავს. პირი ხო გააღო, ნახე ესე შემაქვს თითი. მარცხენა ხელის თან და მე იმაზეც ვნახოთ. გაჩე. მართლა გაგიკეთებ ხომ? მარცხენა ხელის წერა თითით შევდივარ და რა მოვსინჯე რეტრომოლარული ფოსო. სამ მომენტიანს ხსნი და ფოსო მჭირდება ამ წუთში. ესე იგი მოვსინჯე ესე თითით და იცით რა ბავშვებო პირო ფართოდ ღიაა. ძალიან ადვილად ნახულობ ამ ფოსოს. აი რო ჩაყვები ზემოდან ქვემოთ. აი პატარა შახრა ესე დაჭიმული ეს ადგილი და ის ფოსო კარგად შეიგრძნობა თითით. აი რომ მოხვან პარასკევს თუ როდის და რომ გამოვკითხავ და იმასაც რომ გამოვკითხავ დღეს რომ მოვიდა პირველად. ამან არ იცის რამდენი ანესთეზია აქვს ასამი. იტყობ იმიტომ იცინეს. ან იცი და სიმწრის სიცილი. შეიძლება ეგეც არის. ეგ არ ვიცი. მოვსინჯე რეტრომოლარული რა ფოსო. ეხლა აი ესე რო გავაკეთო, არ მაწყობს, იცი რატო? ეს თითი უნდა მოვათავსო, ფოსო მოვსინჯე, სად გადავიტანე თითი? გარეთ ანატომია მითხარით. გარეთა კიდე არ ქვია. ტოცა აქ წინა და უკანა. წინა კიდეზე, ნახე ფოსო მოვსინჯე და ეს თითი მე გადავიტანე ქვედახვის ტოტის რაზე წინა კიდეზე. პირველი ეტაპი. შპრიცი მიჭირავს, შპრიცი. ესე იგი, ნახეთ, მოპირდაპირე მხარეს, იქიდან გადაიღე, სულ აქედან უკუღმა ვერ რომელი კბილებია ესენი? ეს მოლარებია, ხო აქ? ნახეთ, პრემოლარების საღეჭი ზედაპირის დონეზე. აი პრემოლარები, ნახეთ, აი პრემოლარების, აი ესე, პრემოლარების საღეჭი ზედაპირის დონეზე და ჩხვლეტას ვაკეთებ ფრჩხილის. ანუ ამას ქვია საფრჩხილე ფალანგი ახლა ექიმის ენაზე. ფრჩხილი ყველა მიცის. მიგახვედრეთ, ანუ რა ყოფილა საფრჩხილე ფალანგის, თქვენ რომ ეხლა შეიძლება ვკითხოთ შენ პატარა ფრჩხილი არ აქვს მნიშვნელობა. საფრჩხილე ფალანგის შუა წერტილში, ანუ ფრჩხილის, ოღონდ ფრჩხილი არ მეძახოთ ახლა. საფრჩხილე ფალანგის სად უჩხვლიტე? შუა ეს ნახეთ როგორ მიჭირავს რომ ამბობ პრემოლარების დონეზე, აი ესე არაწიოთ პრემოლარებთან არ დახაროთ შპრიცი. უნდა გაუსწოროთ, დიახ, საღეჭის ზედაპირები როგორც აქ, აი ესე გავაკ, ესე მაქვს შპრიცი, გუში ცილინდრი მოკლედ და არა რაღაცა მიმართულებით. ესე იგი ვუჩხვლიტეს საფრჩხილ, აქ ლორწოვანია, ხო, პირში? საფრჩხილე ფალანგის რა ადგილში? შუა წერტილში. შევდივარ 0.5 ან 0.6 სანტიმეტრზე, ანუ 9 სანტიმეტრზე. ოდნავ მეტი 0.5-0.6. როგორც კი შევედი 0.5-0.6-ზე, რა ვშვები? ცოტა ანესთეტიკს ვღრი და დავღრი აქ 0.5 მილილიტრ ანესთეტიკს. ეს არის პირველი ეტაპი. ამის შემდეგ, ნახეთ, შპრიცი გადმომაქ ჩხვლეტის მხარეს, ნახეთ, რომელ კბილებთან ისევ? აი მოლარების და უფრო პრემოლარების, ანუ საჭრელებზე არა, არც ლოყისკენ. გადმომაქვს ჩხვლეტ, სადაც ანესთეზიას ვაკეთებ, ანუ იმ მხარეს. ჩხვლეტის მხარეს პრემოლარების საღეჭი ზედაპირის დონეზე. რა ვიცი, თუ გინდა დაჯექი. ჩვენ ნახევარი ავხსენით. იჯექი ისე თუ გინდა, მოდი. სკამი თუ არა. მეორე ეტაპი, შპრიცი გადავიტანე ჩხვლეტის მხარეს პრემოლარების საღეჭი ზედაპირის დონეზე. ოღონდ ჰორიზონტალ, ანუ საღეჭი ზედაპირის დონე ნიშნავს, რომ არსად არ არის შპრიცი რამე კუთხით.
და ეხლა იმისთვის რომ გადავწდე, აქ რა ქედია? საფეთქრის ქედს მინდა რომ გადავწდე. შევალ ისევ 0,5-0,6 სანტიმეტრზე, აი ესე შევდივარ, ზვალს გადაცდება ნემსი, 0,5-0,6-ზე დავღრი 0,5 მილilitrს, ამ დროს ითიშება ენის ნერვი. ანუ მეორე ეტაპი რო გავაკეთე მომენტი, გაითიშა რომელი ნერვი? ენის ნერვი. და მესამე მომენტი რა არის? აი აქ ვარ ეხლა, ნახეთ ბავშვებო, უბრუნდების საწყის პოზიციას. რა იყო ეს? საწყისი პოზიცია. მოპირდაპირე მხარეს რომელ კბილებთან მეჭირა? პრემოლარებთან მეჭირა. და ეხლა ნახეთ, აი ესე რომელ ძვალს მივყვები? ქვედაყბის ტოტის რომელ ზედაპირს? ხვეთი რეგიონული დრო ძვალზე ცოცავს ყოველთვის. მივცოცავ ძვალზე, კერძოდ ტოტის შიგნითა ზედაპირზე. აი ესე შევალ 1,1 სანტიმეტრზე, აი აქ მივდივარ საბოლოოდ და ვღური დაახლოებით 1,5 მილილიტრ ანესთეტიკს. ანუ მე ახლა ვარ, ამას ყველას განახებთ. ამას ქვია, ნახეთ, ამ ხრელის ზემოთ ვარ ცოტა. ამას ქვია ქვედაყბის, უნდა დაიხსოვოთ რავი ანატომია. ქვედაყბის ყელის ღარი. ზეთოთ ქვედაყბი, ეს გონია ყელი. ეს არის ამონაჭდები. ყელს ამას ეძახიან, აი ამას. შეიძლება ვერ წარმოიდგინოთ, მაგრამ რავი ანატომია როცა ისწავლე. ეს ბავშვებო ყელი არ არის, ეს არის ქვედაყბის ამონაჭდები ქვია ამას. და ყელს აი ამ ადგილს ეძახიან, ნახეთ, აი ამას. ანუ სად მივედი? ქვედაყბის ყელის ღარში. დავუღარე 1,1 მილილიტრი და მორჩა ეს ანესთეზია. ახლა უნდა დაველოდო.